პირველად ბრიუსელში, ახლა კი სტრასბურგშიც დარწმუნდნენ. ქართულ ოცნებაზე ზემოქმედება შანტაჟით, დაშინებით, დასანქცირებით ან დამუქრებით შეუძლებელია. კამათის დროს ის არგუმენტებს ითხოვს. თანამშრომლობის დროს მისი ინტერესების დაცვას, პარტნიორობის დროს კი შეთანხმებას. მაგრამ რეზოლუცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ დარბაზში მიიღეს, შანტაჟის ელემენტებს შეიცავს. გაუგებარი და აბსურდულია, როგორც მოსალოდნელი იყო ქართულმა ოცნებამ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაცია მონაწილეობას აღარ მიიღებს. ევროსაბჭოს წევრად რა თქმა უნდა დარჩება. ამჯერად მოხდა ის, რაც ყოველთვის. ოპოზიცია და მისი ლობისტები ისევ არჩევნების გაუქმებას ითხოვენ. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს ეუთო ოდირის წერილობითი დოკუმენტის შეფასება და ქართული ოპოზიციისა და მისი ლობისტების ცხარე-ყვირილიანი განცხადებები. 10 ეუთო ოდირი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ იდეალური არჩევნები იყო ჩატარებული, ეს ლაქა სამწუხარო და ეს მძიმე კიდე ერთი ტვირთი ოცნებამ და პერსონალურად ივანიშვილმა აიკიდეს. არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. ჩვენ ვართ განრისხებულები. გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს. არჩევნები საქართველოში ელექტრონული წესით ჩატარდა. ტექნიკური უზრუნველყოფა ამერიკულმა კომპანიამ გასწია, რომელიც მაღალი სანდოობითა და განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობს. საარჩევნო კამპანიას კი დიდი გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ეუთო ოდირი აკვირდებოდა. ასეთ პირობებში გაყალბების შანსები არც არსებობდა. შესაბამისად, რა გასაკვირია ოპოზიციას გაყალბების მტკიცებულებები რომ არა აქვს. ამას რიკარდ იოზვიაკიც ადასტურებს. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა 2025 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობებს განიხილავს. სტატიაში ის წერს: ვერ ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდით. გამოდის, რომ დანარჩენები უბრალოდ ყვირიან. რაიმე დოკუმენტი რომ ჰქონდეთ, მაშინ ბატონი როთი იმას კი არ გვეტყოდა, მე ვიტყვი არჩევნები ჩატარდა თუ არაო. სიყალბის დამამტკიცებელ საბუთს ააფრიალებდა, მაგრამ არა აქვთ. ამიტომაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მტკიცებულებებზე ვერ იმსჯელა. ვერც რაიმე არგუმენტი მოიყვანა. ერთადერთი რაც გაყალბების კონტექსტში ოპოზიციის ლობისტებმა მოახერხეს, ეს თემის ამ დარბაზში წამოწევა იყო. თანაც დააკვირდით, საკითხი შეეძლოთ გამოეტანათ უკრაინის ან ბალტიის ქვეყნების დეპუტაციას. როგორც წესი, საქართველოს საკითხზე ისინი აქტიურობენ ხოლმე. მაგრამ ფსონი ლობისტებმა ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ფიგურაზე დადეს. საკითხის ხდომაზე პარლამენტარ ბურიანა ობერგს გამოატანინეს. ეს ლობისტების შესანიღმად დაგეგმილი სვლა იყო. ობერგი შვედეთიდან არის. მის პარტიას კი ზომიერები ჰქვია. თუმცა ამ ჯგუფში ლიბერალებიც შედიან. ლიბერალებს კი უკვე ყველგან დომინაციის აკვიატებული იდეა აქვთ. საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ამიტომაც ობერგმა თქვა ის, რაც ლიბერალების სუფლერზე ეწერა. საქართველოს დელეგაცია არ უნდა ეცნოთ. ის ერთპარტიული მმართველობაა. დემოკრატია გრევის პროცესშიაო. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ივანიშვილის რეჟიმი კი ანადგურებს დემოკრატიას, ამიტომ იპიპის ჯგუფი ვაინიცირებთ საკითხს, რომელიც საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებას გულისხმობს. პასემაც გადაწყვიტა შვედი დეპუტატის ინიციატივაზე ჯერ დისკუსია გაემართა. შემდეგ დოკუმენტი შეედგინა და ბოლოს რეზოლუციისთვის კენჭი ეყარა. ლობისტებს შვედეთის დროშის უკან დამალვა მაინც არ გამოუვიდათ. ჟურნალისტმა უკრაინიდან, რომელიც ხდომას ესწრებოდა, თქვა, რომ რეზოლუციაზე უკრაინის დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად მუშაობდა. ამ რეზოლუციას უკრაინის დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად ამზადებდა. რეზოლუცია ფაქტობრივად კრძალავს ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას. ლობისტებს სურდათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ ეღიარებინა საქართველოს დელეგაცია. თუმცა ასეთი ჩანაწერით მათ მოუწევდათ ეუთო ოდირთან დაპირისპირება. ევროპის ეს გავლენიანი სტრუქტურა კი 26 ოქტომბრის არჩევნებს შემდგარ ფაქტს უწოდებს. ამიტომაც ასამბლეას ქართული დელეგაციის ცნობა მოუწია. თუმცა ამ ცნობას დათქმებიც მოაყოლეს. ქართულ ოცნებას პასემ 4 მოთხოვნა წამოუყენა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დანიშნოს ახალი არჩევნები მომდევნო თვეებში. საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება. ქართული ოცნების დელეგაციისთვის შეზღუდვების დაწესება. დემოკრატიული უკუსვლისა და ძალადობის აღიარება. და სწორედ აქ უკბინა საკუთარ ღირსებას ევროსაბჭომ.
მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება და ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით. საბოლოოდ მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, რისთვისაც მსურს მადლობა ვუთხრა მას. დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან ჩვენთვის პრობლემატურია. განსაკუთრებით კი დათქმა, რომელიც მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების გამოცხადებას ითვალისწინებს. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მათთვის, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს. ამ ასამბლეაში, რომ ქართული ოცნების მთავრობა და მისი 1,100,000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავენ და არავის მისცემენ უფლებას ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. ქვეყანაში, რომლის ოკუპაციაც კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის უმრავლესობის მიერ გამოხატულ ნებას. ეუთოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში იწონებს საარჩევნო ადმინისტრაციას, კარგად ორგანიზებული და სათანადოდ ადმინისტრირებული არჩევნებისთვის. სხვაობა გამარჯვებულ ქართულ ოცნებასა და მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ პარტიას შორის 43%-ია. ოპოზიციას 25,000 წევრი ჰყავდა საუბნო კომისიებში. მათმა უმრავლესობამ მოაწერა ხელი არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, მხოლოდ 9 მათგანმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი. ოპოზიცია ზედიზედ მეცხრედ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ისინი პარლამენტში არ შედიან, თუმცა 4-დან 3-მა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო დაფინანსება სახელმწიფოს საფუძველზე. აღნიშნული დაფინანსება თვეში 120,000 ევროს შეადგენს. არჩევნები ან შედგა ან არა, ან გაყალბდა ან არა. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში აქამდე არ არსებობდა. ახლა კი სტრასბურგმა თქვა, ქართული ოცნება ლეგიტიმურია, მაგრამ აპრილში ვადამდელი არჩევნები მაინც უნდა ჩაინიშნოსო. ასეთი აბსურდული პირობების წამოყენება არის სწორედ შანტაჟი. არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. მაგრამ რატომ? ეუთოდირი გაყალბებას არ ადასტურებს. ბრიუსელი მტკიცებულებებს ვერ პოულობს. არც არგუმენტი აქვთ და არც ვარაუდები. და მაშინ რის საფუძველზე ითხოვს ხელახალ არჩევნებს? უკრაინის დელეგაციის და უსტატუსო ქართული ოპოზიციის მოთხოვნას ითვალისწინებ. საქართველოს მილიონზე მეტი ამომრჩევლის ნებას კი არა. ეს არა მხოლოდ შანტაჟი. ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაც არის. ქართული დელეგაციის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა რეზოლუციის პირობებს უსამართლო და დაუსაბუთებელი უწოდა. თქვა, რომ ქართული ოცნება ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს და რომ ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს მანამ, სანამ სტრასბურგი უსამართლო პირობებს არ გადახედავს და არ გააუქმებს. ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს. განხილვები მიკერძოებული არის და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობამ არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. დიახ, ასამბლეის რეზოლუციას მოჰყვა რეაქცია. საქართველოს დელეგაციის რეაქციას ასამბლეის პასუხი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მწუხარე ტონით თქვა, რომ საქართველომ თურმე პასესთან დიალოგზე უარი თქვა. წუხარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო გამოეთიშოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც შეიძლება დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებაში. აბსურდული რეზოლუცია თავად მიიღეს. ხალხის თავისუფალ არჩევანს ხაზი გადაუსვეს. ხელახალი არჩევნებისკენ მოგვიწოდეს უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ და ისევ ჩვენსკენ იშვერენ ხელს. გვეუბნებიან თითქოს ეს ჩვენ არ გვსურს მათთან დიალოგი. მაგრამ რა დიალოგზეა საუბარი? ქართულ ოცნებას დისკუსია შესთავაზეს და უარი მიიღეს? არა. კომისიებში მუშაობა და არჩევნების საკითხის გარკვევა მოითხოვეს და უარი მიიღეს? არა. აბა რა დიალოგზე საუბრობს ბატონი რუსოპულოსი? ეს სხვათა შორის მან თავადაც ვერ დააკონკრეტა. კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს, ვნახოთ რა არის შანტაჟი და რას ნიშნავს დიალოგი. დიალოგია, როცა ასამბლეა ქართულ მხარეს იგივე აქციაზე დაკავებულების кейსების ერთობლივად განხილვას, შესწავლას ან მოსმენას შესთავაზებს. ჯერ ნახავს, ვინ რისთვის არის დაკავებული, რა მტკიცებულებებია საქმეებში, ცალკე იმსჯელებს პოლიციელზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
დაეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და გამოცდილებას. ქართულ მხარესთან პოზიციებს შეაჯერებს და საბოლოო დასკვნას დადებს. შესაბამისად, დიალოგი ორმხრივი პროცესია. თუმცა, ამის ნაცვლად მათ რეზოლუცია მიიღეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ყოველგვარი მსჯელობის, განხილვის ან შესაბამისი პროცედურების გარეშე. ეს კი უკვე შანტაჟია და იძულების ელემენტებს შეიცავს. თუმცა თითს მაინც თბილისისკენ იშვერენ და დიალოგის ჩაგდებაში გვადანაშაულებენ. ასეთი ილეთი ერთხელ საქართველოს წინააღმდეგ ბრიუსელმაც გამოიყენა. 2024 წლის ზაფხულში ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება გაახმოვანა და თქვა: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიაო. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ. ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ელჩმა მიზეზებიც ჩამოთვალა. მათ შორის იყო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ოჯახური სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი. ეს ორი კანონი ბრიუსელმა ანტიდასავლურ რიტორიკად ჩაგვითვალა და მისი გაუქმებაც მოგთხოვა. ყოველგვარი არგუმენტებისა და დისკუსიის გარეშე. დისკუსია ოპოზიციას და NGO-შნიკებს აკრძალულიც კი ჰქონდათ. ბრიუსელს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების შემდეგ 2024 წლის 28 ნოემბერს უპასუხა. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძოთ ასოცირების დღის ეს რიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. და მაშინ იგივე ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შეჩერება საქართველოს ხელისუფლების ბრალია. რამდენიმე თვით ადრე თავად რომ გაახმოვანა ბრიუსელის განწყობა, ეს რა თქმა უნდა არ გახსენებია. მაშინაც და ახლაც, ერთ შემთხვევაში პროცესის გადატანით, მეორე შემთხვევაში კი ასამბლეაში მუშაობის შეჩერებით. ქართული ოცნება ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის გახსნილია, მაგრამ შანტაჟს და ზეწოლას არ დაემორჩილება. რომ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, არჩევანის თავისუფლებას, ამომრჩევლის ნებას. აი ვისთვისაც ხალხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩვენი ოპოზიციაა. ბრიუსელს რომ მოლაპარაკებების ფანჯარა მიახურინეს. მაშინაც ბედნიერად იცინოდნენ და სტრასბურგშიც ძალიან გახარებულები ჩანდნენ. ქანდარაზე გაბადრულები ისხდნენ. მათ ახალი არჩევნები სჭირდებათ. ამ მიმართულებით ამუშავებენ ლობისტებსაც. ახალი არჩევნები, სანამ თვითონ არ მოიპოვებენ ხელისუფლებას. ამიტომაც, როცა ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა, მიზეზად ეგრეთ წოდებული აგენტების შესახებ კანონები დაასახელა და არა გაყალბებული არჩევნები. საქართველოსთან დაკავშირებით დიპლომატიური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი, ასევე თანხები, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად გქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით. სალომე ზურაბიშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა. რა დროს ძველი კანონებია, ჩვენ ახალ არჩევნებს ვითხოვთო. ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონის რეაგირების მიზნით გარკვეულწილად უჩვეულოა. მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა. მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები. აქაც შერჩევითი მიდგომები აქვთ. როცა ასეთივე რეგულაციები დონალდ ტრამპმა დააწესა, ერთის მხრივ არასრულწლოვნები ტრანსებისგან დაიცვა. თქვა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი. Are only two genders, male and female. მეორეს მხრივ შეაჩერა საგარეო დაფინანსების პროგრამები. თქვა, რომ ეს პროგრამები ზოგჯერ ხელს უშლიდა მშვიდობას და სტაბილურობას. ბრიუსელს არც ხმა ამოუღია და არც სიტყვა დაუძრავს. ამერიკასთან ურთიერთობების გართულება ბრიუსელისთვის დიდი თავისტკივილი იქნება. ამიტომაც დუმან. მართალია საქართველო ბევრად პატარა სახელმწიფოა, მაგრამ მტკიცე სუვერენიტეტით. ბრიუსელს და სტრასბურგს მოუწევს ეს ფაქტი გაითვალისწინოს. შანტაჟის ენაზეც ადეკვატური რეაქცია იქნება და თანამშრომლობაზეც პარტნიორული პასუხი. ასეთია ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკა.